რა ნაცნობი ნივთები დავინახეთ ჰეპი ჰოგანის ოფისში. კაპიტანი ამერიკის ფარის პროტოტიპი. ეს ის ფარია, რომელიც რკინისკაცი 2-ში გამოჩნდა. ასევე Forbes-ის ჟურნალი პეპერ პოტსის სურათით. ეს ჟურნალი რკინისკაცის 3-ში ვნახეთ. კაპიტანი ამერიკის ბარათების კოლექცია, იგივე ბარათები, რომლებიც ნიკ ფიურიმ გამოიყენა ტონისა და სტივის მოტივაციისთვის. პეპერის მაგიდის სათამაშო. ეს არის გამაღიზიანებელი მოძრავი ჯოხები, რომლებიც რკინისკაცი 2-ში პეპერის მაგიდაზე იყო. ორიგინალი არკ რეაქტორი. ეს რეაქტორი პირველი რკინისკაცის ფილმიდანაა და ასევე ის რეაქტორია, რომელიც რკინისკაცის დაკრძალვის სცენაში ვნახეთ. ტონისა და პიტერის ფოტო. პიტერის სახე ამ ფოტოზე არ ჩანს, რადგან სონისთვის დამატებითი თანხის გადახდა იქნებოდა საჭირო პერსონაჟის გამოყენებისთვის, თუმცა მის სახეს ფარავს რკინისკაცის სათამაშო ჩაფხუტის ის მოდელი, რომელიც პატარა ბავშვს ეკეთა სტარკ ექსპოზე. პიტერის სახეს ამ ნივთით დაფარვა აძლიერებს იმ თეორიას, რომ ეს ბავშვი სწორედ პიტერ პარკერი იყო. რკინისკაცის მარკ 5-ის მოდელის ჩანთა. ეს ჩანთა რკინისკაცი 2-დანაა. გატეხილი ჩაფხუტი. ეს სინამდვილეში არის ალტრონის ორიგინალის სახე. 1954 წლისა სტარკ ექსპოს პოსტერი.